მოდი სწრაფი პროგნოზები გავაკეთოთ. შემდეგი დაპირისპირება ხამზატსა და დუპლეს შორის არის. მიუხედავად იმისა, რომ დუპლესი ტოპ მეტოქეს ჯერ არ დაპირისპირებია, ყველა ამბობს, რომ ის კარგად ჭიდაობს და ტანად დიდია. არ ვფიქრობ, რომ ხამზატზე დიდი იყოს ტანად. პირველ რიგში შეიძლება მაღალი არის, თუმცა არ მგონია წონის მხრივ მასზე დიდი იყოს. თავარია საქმე აქამდე მივიდეს. ბრძოლა ჩიკაგოში გაიმართება რა? ო, ძალიან კარგი ბრძოლა. რაღაც მხრივ კულმინაციური მომენტია. აქამდე რასაც აკეთებდი, რისთვისაც ემზადებოდი, რამაც აქამდე მოგიყვანა, ახლა შანსი გაქვს ანახო ყველას. ყველაფერი ან არაფერი. გამონათების დროა ახლა, ვფიქრობ, კარგი გამოცდა იქნება. ისეთი მეტოქია თუ არ გათიშე ბოლომდე შეგებრძოლება. რამდენი ორთაბრძოლა ჩაატარა? 5 არა? ყოველივე მათგანი დასამახსოვრებელი იყო რა. ძირს ეცემოდა, დგებოდა და ბრძოლას აგრძელებდა. საინტერესო მეტოქია. ძლიერია. იჩხუბებს, განსხვავებული კინგბოქსი აქვს. ხელებსა და ფეხებს იქნებს. რა არის დუპლესის ძლიერი ან სუსტი მხარე? მას ზუსტი დარტყმები არ აქვს. თუმცა ბევრჯერ იქნებს. მუდმივად ფეხებს და ხელებს იქნებს. თუ მის ჩხუბებს უყურებთ ნახავდით, სულ შეტევაზე. სტრიკლენდთანაც ასე იქცეოდა. ამ დაპირისპირებაზე არასწორი აზრი მქონდა. მეგონა სტრიკლენდი თავისი ზეწოლით გაიმარჯვებდა, თუმცა დუპლესმა მას სტრაიკინგში აჯობა. ძალიან დიდი რაოდენობით იქნებს დარტყმებს, ერთ ადგილას არ ჩერდება. არსებობენ ისეთი მოჩხუბრები, რომლებიც იცდიან, ფიქრობენ და შემდეგ რეაგირებენ. ზოგს კი შეიძლება კარგი ტექნიკა არ ჰქონდეთ, თუმცა ბევრ დარტყმებს ისვრიან. მე პირადად ხამზას ურჩევდი, რომ კრივში დაუდგეს. ჩემი აზრით მისი სტილი დასაწყისშივე შეტევა. მისთვის უკეთესი იქნება რა ამ სტილის შენარჩუნება. იცი რა, მე რომ მას ვწვრთნი და სულ სხვანა ერჩევას მივცემდი. მართლა? კრივში რომ ერთმანეთის წინააღმდეგ დააყენო, ხამზატი უკეთესია. სუფთა კრივში. ჩემი პირადი აზრია. უბრალოდ აქ საქმე ერთ რამეშია. შეგიძლია რაღაცეების გამოყენება დასაწყისშივე დაიწყო. მაგრამ თუ დაფინიშებას ვერ მოვასწრებ, ძალიან ბევრ ენერგიას დახარჯავ. საჩემპიონო რაუნდებში ეს ენერგია დაგაგლდება. ხამზატი საჩემპიონო რაუნდებამდე ჯერ არ მისულა, ხომ სწორად მახსოვს. ხო, მეხუთეში არ ყოფილა. ამ ტიპს კი რამდენი წელია უკვე? 4 არა? ჯერ კიდევ ტიტულამდე მთავარ ივენთებში ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა, რაც გასათვალისწინებელია. მსგავსი ორთაბრძოლისთვის როცა ემზადები, ყველანაირი შესაძლო შემთხვევები უნდა გაითვალისწინო. არ შეიძლება უბრალოდ შეხვიდე და თქვა მე მას გავთიშავ. უნდა ფიქრობ და იქნებ ასე წავიდეს საქმე, ან იქნებ ასე მოხდეს, ან რაღაც პრობლემა გამოჩნდეს. ყველანაირ შედეგს უნდა უყურებდე. ჩემთვის პირადად სათამაშო გეგმის შემუშავება რთული არასდროს ყოფილა. ყოველთვის ერთი გეგმა მქონდა, შევიდოდი და მიწაზე გადავიყვანდი. თუ გამომივიდოდა გადავიყვანდი, თუ არა და 100 ჯერ ვწდიდი თავიდან. უბრალოდ ხამზატის შემთხვევაში ამას ვერ ვხედავ. იგივეა კამარუს ან გილბერტის შემთხვევაშიც. ბოლო რაუნდებში ჭიდაობას წყვეტს და კრივს იწყებს. ჯერ ჭიდაობას იწყებს და თუ არ გამოსდის, შემდეგ კრივზე გადადის. თავიდანვე რომ ამბიჯებთან კრივში დამდგარიყო, უკეთეს შედეგს დადებდა. გილბერტთანაც და კამარუსთანაც. ბევრად უკეთეს. ენერგიას არ დახარჯავდა. სამწვრთნელო გუნდი ყავს. თუ არ ვცდები, ახალი გუნდი ყავს. ო, სამწვრთნელო გუნდი ყავს. რაღაცეები შეცვალა, როგორც ვიცი. ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება ჩემთვის. ისლამი მადალენას წინააღმდეგ და ხამზატი დუპლესის წინააღმდეგ. ისლამი მადალენა, რას ფიქრობ? ძალიან მაღალი დონის ორთაბრძოლებია. ასეთ ბრძოლებში პატარა შეცდომაც კი შეიძლება ძვირად დაგიჭდეს. პატარა შეცდომაც დამორჩა. რატომღაც ისლამი ყველასთვის აშკარა ფავორიტია. თითქოს მადალენა არა ძმა. ჩვენ ასე არ მიგვაჩნია. მე ასე არ ვთვლი. ჩემი აზრით მადალენა ისლამის კარიერაში ყველაზე ძლიერი ოპონენტია. ჩემი პირადი აზრი, არც ჩარლზი, არც არავინ. არც ერთი ან მებრძოლებისგან. არც ილია გონია, ხო ალბათ. ჩემი პირადი აზრია. ჯერ ერთი მადალენა ილიაზე ორჯერ დიდია ზომით. აი გვერდ რომ დავაყენოთ. ის ორჯერ დიდია. მაღალი, დიდი, ძლიერი ფეხები, დიდი აღნაგობა. მისი კრივიც არანაკლებ ცუდია. ნახავდით ალბათ გრეპლინგშიც იდეალურად ჩხუბობს. ისლამს ილიასთან ან მადალენასთან დაპირისპირებისთვის რომ ამზადებდე, მე პირადად უფრო მადალენასთან შეხვედრაზე ვინერვიულებდი. რას ფიქრობ, ისლამისთვის შემდეგი რა იქნება? დაუშვათ მადალენა დაამარცხა. მოდი ცოტა წინ გავიხედოთ.
ვინ გადარჩება? არავინ იცის. გარი შავხატი და კამარო რჩებიან. და მაინც გრძნობ რომ სათანადო დონეზე არ არიან. ძალიან რთულია ჩემთვის მადალენასთვის ყურება. მაგარი მებრძოლია. თეორიულად კამაროსთან დაპირისპირება შეიძლება. ერთ-ერთი ვარიანტი იქნება. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მილია თუ ოლივეირას დაამარცხებს, სხვათა შორის დღეს ჩხუბობენ. ხვალდილით, ხო? თუ დაამარცხებს, ის ისლამს დაელოდება. ჩანს თითქოს ასე ვითარდება სიტუაცია. რაწონით კატეგორიაში. შეიძლება შუალედურ ზონაში. თუმცა არ ვფიქრობ, ისლამს წონის კლება და ქვემოთ ჩამოსვლა უნდოდეს. პროგნოზი ზოგადად დაუფასებელი საქმეა. არ მიყვარს პროგნოზების გაკეთება. ჯობია ხვალ გაიმარჯოს ძმაო. ოლივეირა ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არის. ოლივეირას თუ არ დაანოკაუტებს, ვერ ხვდები 5 რაუნდში როგორ შეძლებს გამარჯვებას. უბრალოდ ვერ ხედავ ამას. 5 რაუნდს როგორ მოიგებს? რას იზამს? ის ამბობს, რომ კარგად ჭიდაობს. არა, ვამბობ იმას, რომ დაუშვათ მისი გათიშვა ვერ შეძლო. შენ რას ფიქრობ? დაუშვათ ვერ თიშავს. თუ ტოფურია ვერ დაანოკაუტებს? ნოკაუტის გარეშე. გრეპლინგის შემთხვევაშიც რთულია ამის თქვა. ილია ცუდად ხომ არ ჭიდაობს? ხო, ცუდად არ ჭიდაობს. 10 სანტიმეტრია განსხვავება. ოლივეირა უფრო მაღალია რა. თუ ვერ გათიშა შეიძლება მაინც გაიმარჯვოს, მაგრამ ოლივეირა თითქმის ყველა ბრძოლის დროს ეცემა. ესაა მისი პრობლემა. ყველა ბრძოლებში არ დავარდნილა. ისლამა დააგდო, გეიჯიმაც დააგდო. თითქმის ყველამ დააგდო. ჩენდლერმაც დააგდო, პორიემაც დააგდო, ყველამ დააგდო. ყოველი ბრძოლის დროს ეცემა. მართალია ფეხზე დგება, თუმცა კვლავ ეცემა. თუმცა ამ ბიჭებთან შედარებით ვფიქრობ, თოფურიას ნამდვილად სოლიდური დარტყმა აქვს. შეუძლია ძალა ჩადოს. შეუძლია დააძინოს. მაგრამ თუ ვერ მოახერხა მისი გათიშვა, აი კითხვა რაში მდგომარეობს. კუთხეში როცა იდექი მწვრთნელის სახით რაღაც შევამჩნიე. ჯანდაბა MMA-ის ფანებისთვისაც კი დიდი შოკი იყო, როცა მერაბმა უმარი დაამარცხა. ეს 0-იც მისი რეკორდიდან გაქრა. ფაქტობრივად, ყველა შენი მებრძოლი დაუმარცხებელი იყო. რაოდენ რთული იყო შენთვის, როგორც მწვრთნელისთვის გასამხნევებელი სიტყვები მოგეძებნა უმარისთვის. შენი გადმოსახედიდან როგორ გაუმკლავდა უმარი ამ მარცხს? თავისთავად თითოეულ მებრძოლს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ისლამთან და უმართან ერთი და იგივე მიდგომა არ მაქვს. გინდ უსმანი იყოს, ან ისლამი, ან გაჯი, ან მავლიდინი. თითოეულთან განსხვავდება. თითოეული მებრძოლისთვის განსხვავებული მიდგომა მაქვს. ამათგან ყველაზე ახლოს ჩემთვის უმარია. ამიტომ რთული იყო სწორი სიტყვების შერჩევა. მე მირჩევნია, რომ ასეთ სიტუაციებს თავად უმკლავდებოდნენ. რა თქმა უნდა, მე მათ გვერდით ვარ, თუმცა მომავალში ეს მათ გამოადგებათ. რაც უფრო რთულ პერიოდს გაივლი, მით უკეთესი მისთვის. თუ ამას გადაიტანს, უფრო ძლიერი დაბრუნდება. თუ ვერ გადაიტანს, გამოდის, რომ ჩემპიონობას არ უწერია. მოკლედ, ბუნებრივი გადარჩევა. და თავად გამონახოს გზა არა, იმიტომ რომ მე მინდა ასე არა, მისთვის ასე სჯობს. პრობლემას გადააწყდი, მაშინ უნდა გამოძრე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩემპიონის მენტალიტეტი არ გქონია. თუ გადაიტანს, გაიმარჯვებს, სატიტულო შანსს მოიპოვებს და ჩემპიონი გახდება, გამარჯვება უფრო ტკბილი იქნება. თავიდანვე ასე რომ მომხდარიყო, რა თქმა უნდა, ზღაპარივით იქნებოდა ისლამიც და უმარიც ჩემპიონები. ალბათ შეიძლება მაღალმა ღმერთმა რაღაცისგან დაიცვა ის. ზოგჯერ როცა რამეს ვერ მოვიპოვებთ, აღმოჩნდება, რომ ასე უკეთესია. წაგება არავის უნდა. არც მერაბს, არც უმარს, არც მე, არავის. არავის, ვინც ამ სპორტშია. ჩვენს შემთხვევაშიც, მაშინაც კი როცა ვიდეო თამაშებს ვთამაშობთ. წაგება ყოველთვის რთულია, ხო ხედავ, თუმცა რას ვიზამთ? რა გაეწყობა?